დასრულდა 2025 წლის ნოემბერი და კოდის ამ ეპიზოდში უნდა შევაჯამო მიმდინარე წლის მე-11 თვის კოსმოსური სიახლეები. ამ ვიდეოში მექნება ამბები როგორც კოსმოსური მისიების შესახებ, ისე იმ აღმოჩენების ირგვლივ, რაც ამა თუ იმ მასალის შესწავლის შემდეგ აკეთდა. მაგალითად, ჩინელებმა კომეტა ატლასი გადაიღეს, მთვარეს მეტეორები დაეჯახა. ჯეიმს ვების ტელესკოპმა კი სავარაუდოდ ისევ შორს გაიხედა, რომ სამყაროს პირველი ვარსკვლავები აღმოაჩინა. ასევე გიამბობთ ჩვენი galaktikis ახალი რადიორუკისა და ფიზიკოსების ახალ დასკვნაზე. შეიძლება იყოს თუ არა ჩვენი სამყარო კომპიუტერული სიმულაცია. წინ საინტერესო მოგზაურობა გველის. ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპით ასტრონომებმა შესაძლოა პირველად შეამჩნიეს მესამე პოპულაციის ვარსკვლავები. პირველი ვარსკვლავები, რომლებიც დიდი აფეთქებისთანავე ჩამოყალიბდა. ეს ვარსკვლავები მხოლოდ წყალბადის, ჰელიუმის და ლითიუმის კვალისგან შედგება. აქვე გეტყვით, რომ მეცნიერების ვარაუდით სამყაროს პირველი ელემენტები, წყალბადი, ჰელიუმი და ლითიუმი იყო. ტოლედოს უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა არი ვისბალდის ხელმძღვანელობით ამ ტელესკოპის მიერ ახლახან აღმოჩენილი შორეულობის კანდიდატი ობიექტი ლაბ 1b შეისწავლა. კვლევარები თვლიან, რომ ეს ობიექტი ემთხვევა პირველად ვარსკვლავებთან დაკავშირებულ სამ ძირითად თეორიულ პროგნოზს. ბნელი მატერიის ჰალუში ფორმირება, რომლის მასა დაახლოებით 50 მილიონი მზის მასაა. უკიდურესად მასიური ვარსკვლავების არსებობა, რომელთა მასა ათეულებიდან ასობით მზის მასამდე მერყეობს და რამდენიმე ათასი მზის მასის მცირე გროვებში თავმოყრა. სისტემის გარშემო არსებული გაზიც ძალიან მცირე მეტალურობას ავლენს, რაც იმ გარემო შეესაბამება, რომელშიც პირველი ზეახლები, პირველი მძიმე ელემენტების გამოტყორცნას იწყებდა. თუ ანალიზი დადასტურდა, ესე იგი ჩვენ ხედავთ სულ პირველ ვარსკვლავებს, როცა სამყაროს ასაკი 200 მილიონი წელი იყო. დიდი აფეთქებიდან, რაც ახლანდელი ასაკის 1%-ია. ობიექტი კანდიდატი ლაბ 1b კოსმოსურმა ტელესკოპმა გრავიტაციული ლინზირების ეფექტის საშუალებით აღმოაჩინა, რომელიც ჩვენსა და შორეულ ობიექტს შორის მდებარე galaktikurმა გროვამ წარმოქმნა, max G0416. შემომფარგლავი გაზის ანალიზით მეტალების უკიდურესად მცირე რაოდენობა გამოვლინდა, რაც პირველად მძიმე მეტალებით ჯერ კიდევ დაუბინძურებელ გარემოზე მიუთითებს, რომლებიც მოგვიანებით ვარსკვლავების ზეახლებად აფეთქებებით წარმოიქმნა. აზოტი, ნახშირბადი და ჟანგბადი, რომლებსაც ასტრონომები მეტალებს უწოდებენ. ანუ ყველაფერი, რაც წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმეა, იქ მინიმალური რაოდენობითაა წარმოდგენილი. რჩება გაურკვევლობებიც. მაგალითად, პირველი ზეახლების მიერ გამოტყორცნილი მატერიის რაოდენობა შეიძლება არ ემთხვეოდეს თეორიით პროგნოზირებულს, ხოლო ადრეული სამყაროს ფიზიკის სიმულაციებს კვლავ შეზღუდვები აქვს. აღმოჩენა თუნდაც არ იყოს საბოლოო, მნიშვნელოვანი ეტაპია და კოსმოსში უძველესი ვარსკვლავების აღმოჩენის ახალ დაკვირვებით მიდგომას უწყობს ხელს. ამერიკის შეერთებული შტატების დროით 19 ნოემბერს, თბილისის დროით კი 20 ნოემბერს გვიან ღამით NASA-მ ვარსკვლავთშორისი კომეტა 3i წილადი ატლასის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა შორის არის ამ დროისათვის ყველაზე ახლო ხედები. მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოჭრილ ობიექტზე დაკვირვებებს NASA-ს მრავალი სხვადასხვა ობსერვატორია აწარმოებდა. მათ შორის იყო მზის შემსწავლელი ობსერვატორია, ასტეროიდთა სარტყლისკენ მიმავალი ხომალდი და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე ახლო დაკვირვებები მარსიდან ჩატარდა. NASA-ს წამყვანი მეცნიერების მცდელობის მიუხედავად, მსოფლიო საზოგადოება დაერწმუნებინა ამ ობიექტის ბუნებრივ წარმოშობაში. კვლავ დიდია სპეკულაციებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელების შემთხვევები, მის უცხო პლანეტურ ხომალდად მიჩნევასთან დაკავშირებით. მეცნიერთა შეფასებით, ობიექტს აქვს მთელი რიგი ისეთი მახასიათებლები, როგორიც სხვა არც ერთ კომეტაში არ გვინახავს. პერიჰელიონისას გადაღებული ფოტოები ჯერ მზად არაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იმ დროს შატდაუნში იყო, NASA-ს მისიები მაინც მუშაობდნენ. Mars Reconnaissance ორბიტერის MROS გარდა, რომელმაც კომეტა ოპტიკურ ტალღის სიგრძეში გადაიღო, NASA-ს ორბიტერი Maven-ი კომეტას ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში დააკვირდა და განსხვავებული დეტალები მოგვაწოდა 3i წილადი ატლასის ატმოსფეროსა და კუდში არსებული წყალბადის შესახებ. ამასობაში კომეტას მარსის ზედაპირიდან აკვირდებოდა მავალი პერსევერანსიც. ფოტოები გადაიღეს მზის გარშემო მოძრავმა ობსერვატორიებმა, NASA-ს პანჩმა, სტერეუმ და NASA-ESA-ს ერთობლივმა მისიამ SOHO-მ. საქმეში ასევე ჩართული იყვნენ მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის შემსწავლელი მისიები, LUCY და PSYCHE.
ყველა სურათი ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ მაინც უნიშნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის, რათა რაც შეიძლება მეტი შევიტყოთ ამ უცნაური კომეტის შესახებ. როგორც კომეტა, ის მართლაც უცნაურია, მაგრამ არანაირად არ არის არამიწერი ცივილიზაციის ხომალდი, როგორც ამაზე ბევრი საუბრობდა. ამ ბუნდოვანმა ფოტოებმა კი ამ სპეკულაციებსა და კონსპირაციებს კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. ამბობენ, რატომ ვერ შეძლო NASA-მ უკეთესი სურათების გადაღება. საქმე ძალიან მარტივადაა. კომეტა არის ძალიან პატარა ობიექტი და კოსმოსის მასშტაბში ის უკიდურესად პატარად გამოიყურება. თან მოძრაობს ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად 60,000 კილომეტრ წამში. წარმოიდგინეთ, 60,000 კილომეტრს გადის ერთ წამში. ასეთი სიჩქარე კოსმოსში წარმოუდგენლად მაღალი ტემპია და მისი საერთო შემჩნევაც კი მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა, მე თუ მკითხავთ, მაინც დიდი გმირობაა. ხოლოდ ამერიკულ ზონდებს არ გადაუღია ეს მისტიური კომეტა. ჩინეთის მიერ მასის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა ტაინმენ 1 ვარსკვლავთშორისი კომეტა 3i წილადი ატლასი გადაიღო. ეს მან მაშინ შეძლო, როცა ობიექტმა წითელ პლანეტასთან ახლოს ჩაიარა. 3i ატლასის შესწავლაში მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ორგანიზაციაა ჩართული, მათ შორის NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო. მათ ოქტომბრის პირველ ნახევარში თავიანთი მარსული ზონდები და მავალები მისკენ მიმართეს. გამონაკლისი კი არც ჩინეთი ყოფილა. როგორც ჩანს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებსა თუ კონკურენტებს ტოლს არც ჩინელი ასტრონომები უდებენ. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს CNSA-ის განცხადებით, ტაინმენ 1-ის ობიექტივში კომეტა 1 და 4 ოქტომბერს შორის პერიოდში მოხდა. მათ რამდენიმე კადრის გაერთიანების გზით მისი გადაადგილება აღბეჭდეს და 3 ოქტომბერს გადაღებული ცალკეული ფოტოც გამოაქვეყნეს. 3i ატლასის დასაფიქსირებლად ზონდმა მაღალი გარჩევადობის კამერა გამოიყენა, რომელსაც HiRIC ეწოდება. ის NASA-ს მარსის ზონდ Reconnaissance Orbiter-ის ინსტრუმენტ HiRISE-ის გავს, მაგრამ ოდნავ დაბალი რეზოლუციისაა. ამის გამო ვარსკვლავების ფონზე მოძრავი კომეტა მკაფიოდ არ ჩანს. ამის მიუხედავად აპარატმა წარმატებით მოიპოვა კადრები, რომლებიც დედამიწაზე გამოაგზავნა. ისინი შემდეგ სპეციალისტებმა დაამუშავეს, რის შედეგადაც კომეტის ბირთვი და მის გარშემო არსებული ღრუბელი კომა გამოჩნდა. ამ კომეტის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ესაა ჩინეთიდან გავრცელებული ინფორმაცია. 3i ატლასი ჯერ კვლავ მზის სისტემაში რჩება. დედამიწას ყველაზე ახლო წერტილში ის 19 დეკემბერს მოუახლოვდება. ნამდვილად კარგი შანსია დედამიწაზე გათავსებული ტელესკოპებისთვის. ისევ ჩინეთი და კოსმოსი. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მისია შენჟოუ 20-ში მონაწილე ეკიპაჟის დედამიწაზე დაბრუნება გადაიდო. ამის მიზეზი მათ ხომალდთა მცირე ზომის ორბიტალური ნარჩენის შესაძლო შეჯახება გახდა. ვარაუდობთ, რომ შენჟოუ 20-ის საეკიპაჟო აპარატს კოსმოსური ნარჩენის მომცრო ფრაგმენტი შეეჯახა. მომხდარის გაანალიზება და რისკის განსაზღვრა ამჟამად მიმდინარეობს თქვენს სააგენტოში. ტიანგუნის სახელით ცნობილ ჩინურ კოსმოსურ სადგურში მყოფი ასტრონავტები სპეციალური კოსმოსური კაფსულით პლანეტაზე 5 ნოემბერს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამის მიუხედავად ეკიპაჟს პლანეტის ორბიტაზე დაგეგმილზე დიდხანს მოუწევს დაყოვნება, რადგან სააგენტო მათ უსაფრთხოებაში უნდა დარწმუნდეს. შენჟოუ 20-ის ეკიპაჟი 3 ასტრონავტისგან შედგება. ესენი არიან ჩენ დუნი, ჯუნ ჟუი და ვანგ ჯი. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი შინ გამომგზავრებას, რადგან ჩინეთის კოსმოსურ სააგენტოს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მათი შემცვლელი ასტრონავტების ჯგუფმა მისია შენჟოუ 21-ის ფარგლებში სადგურამდე გასულ კვირას მიაღწია. ცნობისათვის ჩინურ კოსმოსურ სადგურზე 3 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი, როგორც წესი, ყოველ 6 თვეში იცვლება. ეს ნიშნავს, რომ ახლა იქ 6 ასტრონავტია. მილიარდერ და ამაზონის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე მარსის მისია ესკაპადის წვრილი ზონდი აიტანა. მათი გამოთავისუფლების შემდეგ ნიუ გლენის მრავალჯერადი გამოყენების ამაჩხარებელი უკან წარმატებით დაბრუნდა. თავდაპირველად ფრენა ამიდისა და მზის აქტიურობის გამო მიყოლებით 3-ჯერ გადაიდო, თუმცა ადგილობრივი დროით 13 ნოემბრის 15-ზე და 55 წუთზე რაკეტა კანავერალის კონცხიდან ცაში აიჭრა. ეს მისთვის მხოლოდ მეორე მისია იყო, თუმცა დებიუტისას მისი პირველი საფეხური, რომელიც ამაჩხარების ფუნქციას ასრულებს, სპეციალურ პლატფორმაზე ვერ დაეშვა. ახლანდელი უსაფრთხო დაბრუნება კომპანიისთვის დიდი მიღწევაა, რადგან იგი კონკურენციას ილონ მასკის Starship-ს უწევს. ბეზოსის კომპანიას ბოლო წარმატება თავად მასკმაც მიულოცა.
მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: "ვულოცავ ჯეფ ბეზოსა და Blue Origin-ის გუნდს." ერთგვარი ღირსეული კონკურენტის როლი ითამაშა. ეს მისია თავისთავადაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან New Glenn-ის მეშვეობით მარსისკენ NASA-ს ორი ზონდი გაუშვეს: Blue და Gold. აპარატს და წვრილი ჯერ დედამიწის გარშემო არსებულ კოსმოსურ ამინდს დააკვირდება. დანიშნულების ადგილისკენ 2026 წლის შემოდგომაზე გაემგზავრება. სწორედ ამ პერიოდში განლაგდება ერთმანეთის მიმართ იდეალურად ორი პლანეტა, რათა ზონდება გრავიტაციის დახმარებით გეზი მეზობელი ცივი სხეულისკენ აიღოს, რომლამდეც 2027 წელს მიაღწევს. New Glenn-ისა და Starship-ის მსგავსი რაკეტები კოსმოსური მისიების განხორციელებას საგრძნობლად გაამარტივებს, რადგან მათ გამოყენებას მრავალჯერადად შევძლებთ. ეს კოსმოსურ ორგანიზაციებს ხარჯებისა და დროის აზოგვაში დაეხმარება. 30 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მთვარეს ორი მეტეორიტი შეეჯახა, რისი გადაღებაც იაპონელმა ასტრონომმა დაიჩი ფუჯიმ შეძლო. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე მცირე ზომის თითოეული ობიექტის დაცემამ წამიერი გაელვება გამოიწვია, რაც ჩვენი პლანეტიდანაც გამოჩნდა. ეს მოვლენები ტაურიდების მეტეორული წვიმის პიკს ემთხვევა. ამის მიუხედავად მათთან ბოლო შემთხვევების კავშირი ჯერჯერობით არ დადასტურებულა. პირველი შეჯახება იაპონიის დროით 30 ოქტომბრის 20 საათსა და 30 წუთზე დაფიქსირდა კრატერ გასენდის მიმდებარედ. მეორე მეტეორიტი ქარიშხლების ოკეანე წოდებულ არეალში 1 ნოემბრის 20 საათსა და 59 წუთზე დაეცა. ასტრონომი ამ დროს მთვარის დისკოს ბნელ რეგიონს აკვირდებოდა. სპეციალისტის გამოთვლების თანახმად, თავდაპირველი გაელვება 27 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა მეტეორიტმა გამოიწვია, რომელიც ციური სხეულის ზედაპირს 35 გრადუსიანი კუთხით შეეჯახა. მისი სავარაუდო მასა 0.2 კილოგრამამდე იყო, ანუ 200 გრამამდე. შედეგად წარმოქმნილი კრატერის ზომა კი 3 მეტრამდე. კაშკაშა ანთებამ სულ რაღაც 0.1 წამს გასტანა, მაგრამ აღბეჭდილი პიქსელების სატურაციის გათვალისწინებით შეიძლება უფრო შესამჩნევიც ყოფილიყო. დედამიწისგან განსხვავებით მთვარეს სქელი ატმოსფერო არ აქვს, რომელიც მეტეორებს აორთქლებს. კოსმოსიდან მის ზედაპირისკენ სწრაფად მოძრავ ობიექტებს ვერაფერი ეწინააღმდეგება. ამიტომ ისინი პირდაპირ მთვარეზე ცვივა, რა დროსაც სინათლესა და სიმხურვალეს წარმოქმნის. ასეთი მოვლენების შედეგად კრატერებიც ჩნდება, რომელთა სიგანეც რამდენიმე მეტრია. მეტეორული წვიმა იყო დედამიწაზეც. მეტეორული წვიმა, რომელიც ლეონიდების სახელითაა ცნობილი, 16, 17 და 18 ნოემბერს დაფიქსირდა. ვარსკვლავების ცვენად მონათლული ეს მოვლენა უძველესი დროიდან არის ცნობილი, რომელიც სინამდვილეში მეტეორულ ნაკადს წარმოადგენს. სანახაობა საკმაოდ შთამბეჭდავია. ვარსკვლავებიან ცაზე უეცრად შემოჭრილი მეტეორების ელვარე კვალი ჩნდება. ყველაზე ძლიერი ლეონიდები 1966 წელს დაიმზირებოდა, როცა ყოველ საათში დედამიწის ატმოსფეროში 150,000 მეტეორი იწვებოდა. მეტეორები არა მარტო რადიანტთან, არამედ მთელი ცის თაღზე ჩანს. თუმცა ცის ერთი ნაწილიდან შემოდიან. მეტეორების ერთი წერტილიდან შემოსვლა მოჩვენებითი მოვლენაა. ეს შეიძლება შევადაროთ რკინიგზებს, რომლებიც შორს სითქოს ერთმანეთს უერთდება, რაც ასე არ არის. იგივე ხდება მეტეორების შემთხვევაშიც. ლეონიდების მეტეორული წვიმა აქტიურია 6-დან 30 ნოემბრამდე. პიკს კი 16 და 17 ნოემბერს აღწევს. 2025 წელს წვიმამ პიკს 17 ნოემბერს დაახლოებით 18 საათზე მიაღწია. გრინვიჩის დროით. როცა წვიმის რადიანტი ლომის სანავარსკვლავედშია, ამ დროს თქვენს ცაზე უკვე ჰორიზონტს მაღლა დგას. შესაბამისად, მეტეორების დანახვის შანსი მნიშვნელოვნად დიდია. NASA-ს მავალი პერსევერანსი მარსის ზედაპირის გამოკვლევისას უშუალო ქვას გადააწყდა, რომელიც შეიძლება იქაურობას არ ეკუთვნოდეს. აპარატმა იგი ეზერუს კრატერში დააფიქსირა. მეცნიერება კი მას ფიფ-საქსლა შეარქვეს. ესაა 80 სანტიმეტრის სიგანის ქვა, რომელიც რკინითა და ნიკელითაა მდიდარი. ასეთი შედგენილობით ის გარშემო არსებული გეოლოგიური გარემოსგან განსხვავდება, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მარსზე არ უნდა წარმოქმნილიყო. გამოდის, რომ შესაძლოა საქმე მეტეორიტთან ჰქონდეს, რომელიც წითელ პლანეტაზე მოხვდა. რკინა-ნიკელის მეტეორიტები, როგორც წესი, დიდი ასტეროიდების ბირთვის ფრაგმენტებია. ამ ობიექტების ცენტრში ასეთმა მძიმე ლითონებმა მზის სისტემის არსებობის ადრეულ პერიოდში მაღალი ტემპერატურის გავლენით გადაინაცვლა. ფიფ-საქსლამ მეცნიერთა ყურადღება უნიკალური ფორმის გამო მიიპყრო. ის დიდი ზომისაა და სხვა ქვებთან შედარებით უფრო მაღალია. ზედაპირი კი საინტერესო ვიზუალური მახასიათებლებით გამოირჩევა. მარსმავალმა იგი ერთგვარ ანძაზე დამონტაჟებული კამერებით გადაიღო, ხოლო ინსტრუმენტ სუპერგამის ლაზერებითა და სპექტრომეტრებით მისი შედგენილობა გაანალიზა. ახლა მონაცემების დამატებითი კვლევები და დეტალური ანალიზი მიმდინარეობს.
პირველად ისტორიაში ასტრონომებმა სიცოცხლის აშენი მასალა გაყინულ ფორმებში დააფიქსირეს ჩვენი galaktikis ფარგლების გარეთ. ირიმის ნახტომის თანამგზავ galaktika მაგელანის დიდ ღრუბელში. ახლა დაბადებული ვარსკვლავის გარშემო მოძრავ ყინულში ჩაჭედით კომპლექსურ ორგანულ მოლეკულათა ნაზავში. კვლევრებმა დააფიქსირეს ეთანოლი, აცეტალდეჰიდი და მეთილის ფორმატი ნაერთები, რომლებიც აქამდე არასოდეს შეუმჩნევიათ ირიმის ნახტომის გარეთ არსებულ ყინულებში. ამას გარდა გამოვლენილი კიდევ ერთი ნაერთი ძმარმჟავა აქამდე არასდროს ყოფილა დაზუსტებით იდენტიფიცირებული ყინულში კოსმოსის რომელიმე ნაწილში. აღმოჩენა მიუთითებს, რომ ინგრედიენტები იმ ქიმიური რეაქციებისათვის, რომლებმაც სიცოცხლის აღმოცენება განაპირობა, ფართოდ არის გავრცელებული მთელ კოსმოსში და მხოლოდ ჩვენი galaktikით არ შემოიფარგლება. ისინი მეცნიერთათვის მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენენ ქიმიურ წინამორბედებს იმ მოლეკულებისა, რომლებიც ქმნიან სიცოცხლეს, მაგალითად ამინომჟავების, შაქრებისა და აზოტოვანი ფუძეების. შესაბამისად, კოსმოსში მათი პოვნა სინათლეს ფენს პრებიოტური ქიმიის წარმოშობას და იმას, თუ სავარაუდოდ სად წარმოიქმნა ეს წინამორბედი ნაერთები, თუნდაც ჯერ კიდევ დედამიწის დაბადებამდე. სხვა galaktikაში ვარსკვლავების გარშემო ყინულოვანი მტვრის გამოცემულ სინათლეში, რომელიც ჯეიმს ვებმა შეაგროვა, კვლევრებმა დაზუსტებით დააფიქსირეს მეთანოლი, აცეტალდეჰიდი, ეთანოლი, მეთილის ფორმატი და ძმარმჟავა. ყველა ამ მოლეკულის არსებობა გვაძლევს ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ ისინი მარცვალი ზედაპირის რეაქციების პროდუქტებია. ეს ისაა, სადაც კოსმოსში მტვრის მარცვლებზე ყინული წარმოიქმნება თხელი საფარის სახით. რადიაციის დახმარებით ამ ყინულში მოქცეული მტვრის მარცვლები მოძრაობს და ერთმანეთთან რეაქციაში შედის. წარმოქმნის იმ კომპლექსურ ორგანულ მოლეკულებს, რომლებიც ჯგუფმა დააფიქსირა. კვლევრები გეგმავენ, რომ მსგავსი კვლევა მაგელანის დიდი ღრუბლის კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა ვარსკვლავზე ჩაატარონ, რათა განსაზღვრონ, მიმდინარეობს თუ არა ასეთივე ქიმიური პროცესები მთლიან galaktikაში, თუ ვარსკვლავი ST6 გამონაკლისია. სინათლეში, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად 10 მილიარდი წელიწადი იარა, ასტრონომებმა გამოავლინეს ენერგიის ყველაზე ძლიერი და ყველაზე შორეული ელვარება შავ ხვრელებთან ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის. ამოფრქვევა, რომელიც პიკში 10 ტრილიონი მზის ძალით ბწყინავდა. ესე იგი 10 ტრილიონი ჩვენი მზის. კვლევართა ჯგუფის განცხადებით, ამ კოლოსალური მოვლენის მიზეზი სავარაუდოდ იყო შორეულ galaktikაში მდებარე მზეზე 5-ჯერ მასიური სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც მასთან ზედმეტად ახლოს მისულ ვარსკვლავს სანსლავდა. შავ ხვრელთა ასეთ ნადიმს მოქცევითი დაფლეთის მოვლენას TDI-ს უწოდებენ. მოვლენა 2018 წელს დააფიქსირეს, როცა შავი ხვრელი სახელწოდებით J225+373 უცაბედად და დრამატულად ჩვეულებრივ მდგომარეობაზე 40-ჯერ მეტად აელვარდა, სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში. პიკის დროს 30-ჯერ უფრო კაშკაშა იყო, ვიდრე მის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი აქტიური galaktikuri ბირთვი, მეტსახელად საზარელი ბარბი. მას შემდეგ რაც პიკს მიაღწია J225+373 თანდათა ჩაქრა, მაგრამ მაინც არ დაბრუნებია თავდაპირველ მაჩვენებელს. მოქცევითი დაფლეთის მოვლენების გარდა არსებობს რამდენიმე სხვადასხვა კოსმოსური მოვლენა, რომლებსაც სინათლის უცაბედი ანთება შეუძლია, რომლებიც შემდეგ ნელ-ნელა ქრებიან. ასტრონომებმა განსაზღვრეს, რომ მისი პროფილი საუკეთესოდ ემთხვევა მოქცევითი დაფლეთის მოვლენას, რომელშიც მზეზე დაახლოებით 30-ჯერ მასიური ვარსკვლავი შავ ხვრელს ზედმეტად მიუახლოვდა. მას შავი ხვრელის გარშემო მოქმედი ძლიერი მოქცევითი ძალები დაფლეთდა. გაკეთდებოდა მადერის მასიური დისკო, რომელიც შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს და თანდათან მასში ჩაედინება. დაშლილ ვარსკვლავს შავი ხვრელი თანდათან შთანთქავს. ის ჯერ კიდევ იმაზე ორჯერ კაშკაშაა, ვიდრე ანთებამდე იყო. ასტრონომთა აზრით, შავი ხვრელი სიკაშკაშის თავდაპირველ მაჩვენებელს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ვარსკვლავის ყოველი ნარჩენი მის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა გადავა. პირველად ისტორიაში მეცნიერებმა განსაზღვრეს სუპერნოვას შოკური წინახაზის ფორმა, რომელიც მომაკვდავი ვარსკვლავის ზედაპირზე გაიხსნა. განსაკუთრებული სუპერნოვა, სახელად SN 2024 GGI 2024 წლის აპრილში ამოიფრქვა ჩვენგან 23.6 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ცოტა ხნით ოვალური ზეთისხილის ფორმა მიიღო, იქამდე, ვიდრე მისი დარტყმითი წინახაზი მიმდებარე მასალას შეეჯახებოდა. ეს დაკვირვება ავსებს ზოგიერთ სიცარიელეს ჩვენს ცოდნაში სუპერნოვას ევოლუციის ყველაზე ადრეული ეტაპების შესახებ. ეს დეტალები უხილავი დარჩებოდა, თუკი ამ მოვლენას მეცნიერები სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ დაინახავდნენ, რაც წარმოაჩენს სუპერნოვას ადრეული დაფიქსირების სამეცნიერო ღირებულებას.
წყაროზე ფოკუსირებისთვის აღჭურვილობის მობილიზების სისწრაფისა და დაგვირვების სხვადასხვა ტექნიკის მნიშვნელობას. მასიური ვარსკვლავის სიკვდილი რთული პროცესია. გამოწვეულია ამ ვარსკვლავის ბირთვში, საწვავის ამოწურვით. ვარსკვლავები დელიკატურ ბალანსს ინარჩუნებენ. მათ ბირთვში მსუბუქი ატომები ერთმანეთს ერწყმიან და უფრო მძიმე ელემენტებს წარმოქმნიან. წყალბადი ჰელიუმს და ასე შემდეგ. ვინაიდან ამ ბირთვული სინთეზის პროდუქტებს უფრო დაბალი მასა აქვთ, ვიდრე მათ შემადგენელ ელემენტებს. დამატებითი მასა გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც კვებავს გარეთ მიმართულ წნევას, რაც ვარსკვლავს სტაბილურობას უნარჩუნებს. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ვარსკვლავი იწყებს აფეთქებას. წარმოქმნება შოკური ტალღა, რომელიც შიგნით ბირთვისკენ ვრცელდება, საიდანაც ის აისხლიტება და გარეთ იფრქვევა. მოიწევს ზედაპირისკენ. ვარსკვლავს შეიძლება ჰყავდა წყვილური კომპანიონი, რომლის გრავიტაციულმა გავლენამ ფორმა მისცა მის სიკვდილს. ნამდვილად გასაოცარია, რომ შეძლო დეტალების გარკვევა შენგან 23.6 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ ობიექტში. ამ დრომდე დედამიწის დობილი პლანეტა ვენერას გარშემო ერთ-ერთი აქტიური ზონდი მოძრაობდა, რომელიც იქ იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ ჯახამ გაუშვა. 28 ოქტომბერს მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ეს მისია სახელად აკაცუკი დასრულებულია. აპარატი 1 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში მისკენ გაგზავნილი სიგნალები უპასუხოდ რჩებოდა. ახლა კი იმედი საბოლოოდ ამოიწურა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ტყუპის ძალა წოდებულ პლანეტას ახლოდან ვეღარ ვაკვირდებით. იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მათი მისია წარმატებული იყო. ზონდის მიერ მოპოვებული მონაცემების გამოყენებით გამოცემებში 178 ნაშრომი გამოქვეყნდა და მეცნიერები კვლევებზე ჯერ კიდევ მუშაობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისიის თავდაპირველ ხანგრძლივობად 4.5 წელი განიხილებოდა, მაგრამ მან 3-ჯერ დიდხანს ფუნქციონირა. აკაცუკი, იგივე ვენერას კლიმატური ზონდი, 2010 წელს გაუშვეს იაპონელებმა. გზად მის მთავარ ძრავს პრობლემა შეექმნა, რის გამოც აპარატმა პლანეტის ორბიტაზე შესვლის პირველი შანსი ვერ გამოიყენა. ეს მან 2015 წელს შეძლო და მას შემდეგ ვენერას თითქმის 10 წლეულის განმავლობაში აკვირდებოდა. რაც შეეხება სამომავლო მისიებს, ასეთია NASA-ს დავინჩი და ვერიტასი, ასევე ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინვიჟენი. ამის მიუხედავად პირველი 2 ჯერ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება დაფინანსება შეუწყვიტოს. ჩვენი galaktika ირმის ნახტომი ღამისაზე ვარსკვლავთა კაშკაშა სარტყლის სახით მოჩანს. მას ხილულ სპექტრში ვხედავთ, მაგრამ იგი რადიო ტალღებსაც ასხივებს და არა მხოლოდ. მათი მეშვეობით ისეთი ნიუანსების გამოვლენა შესაძლებელი, როგორც დამუხტული ნაწილაკები და მაგნიტური ველებია. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უზარმაზარი სისტემა, რომელშიც მზე და ჩვენი მეზობელი პლანეტებია მოქცეული, დეტალურად შევისწავლოთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ირმის ნახტომის ახალი რადიორუკა, რომელიც მის galaktikურ სიბრტყეს გვიჩვენებს. ასტრონომებმა მარჩინსონის ფართო ხედვის რადიოტელესკოპთა სისტემა გამოიყენეს, რომელიც 4096 ანტენისგან შედგება. ისინი რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული და ცის დიდ არეალზე ერთდროულად დაკვირვებას ხდის შესაძლებელს. 2013-15 წლებში მისი მეშვეობით პროექტ გლემის ფარგლებში მთლიანი სამხრეთ ნახევარსფერო რადიოტალღების ფართო სპექტრში გადაიღეს. შედეგად არა მხოლოდ ცის, არამედ ირმის ნახტომის პირველი რადიორუკა მიიღეს. მასში galaktikuri დისკოს დიფუზიური სინათლე, ათასობით შორეული galaktika და ვარსკვლავთ წარმოქმნილი რეგიონი მოჩანს. 2018 წელს ტელესკოპთა სისტემა გააუმჯობესეს და პროექტ გლემ X-ის ფარგლებში უფრო მაღალ გარჩევადობასა და გრძნობელობას მიაღწიეს. თავარი პრობლემა კი ის იყო, რომ გლემი ფართო სურათს აფიქსირებდა, მაგრამ დეტალებს ვერა. გლემიქსი კი პირიქით. ამ დაბგოლების გადასალახად მეცნიერება ახალი მეთოდი გამოიყენეს და ორივეს ათასობით კადრი უზარმაზარ მოზაიკურ გამოსახულებაში გააერთიანეს. ვინაიდან სურათები სხვადასხვა დროს იყო გადაღებული. შედეგის ხარისხზე დედამიწის ატმოსფეროს გავლენის შესამცირებლად მონაცემები ერთმანეთს ალგორითმის გამოყენებით შეუსაბამეს. ამისთვის სუპერკომპიუტერებმა 1 მილიონი საათის ეკვივალენტის სამუშაო ჩაატარა. ფოტოზე ნარინჯისფრად გამოსახული სინათლე აფეთქებული ვარსკვლავებიდან მოდის. რაც უფრო ნაკლებია რადიოს სიხშირე, მით უფრო კაშკაშაა კონკრეტული რეგიონი. ვარსკვლავების დაბადების ადგილები ლურჯადაა შეფერილი. ამგვარი სპექტრული განაწილება მეცნიერებს საშუალებას აძლევს, რომ galaktikis თითოეული ფიზიკური კომპონენტი ერთი შეხედვით ამოიცნონ. რამდენიმე წელი ამაზე დეტალურ რუკას არ უნდა ველოდოთ. მას მხოლოდ SCA-LOW ტელესკოპი თუ გააუმჯობესებს, რომელიც ახლა შენდება.
და როგორც იქნა, პასუხი შეიძლება გაეცეს კითხვას, რომელიც მთელი გასული საუკუნის განმავლობაში მეცნიერებას თაგზასურებდა. თუმცა, პასუხი შეიძლება ის არაა, რასაც ყველა ელოდა. ამჟამინდელი თეორიის ახალ დეტალურ ანალიზში ბრიტანეთის კოლუმბიის ფიზიკოსთა ჯგუფმა მირ ფაიზალის ხელმძღვანელობით აჩვენა, რომ არ არსებობს უნივერსალური ყველაფრის თეორია, რომელიც სუფთად აერთიანებს ზოგადად ფარდობითობას კვანტურ მექანიკასთან, სულ მცირე ალგორითმულად. ამის ბუნებრივი შედეგი ის არის, რომ სამყარო ვერ იქნება სიმულაცია, რადგან ნებისმიერი ასეთი სიმულაცია ალგორითმულად უნდა მუშაობდეს. ყველაფრის ფუნქციონირების ჩვენეულ გაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის სივრცე დროის უწყვეტ ქსოვილსა და კვანტური მექანიკის ბუნდოვან დუალობას შორის არსებული ურღვევი ურთიერთობა. ვიცით, რომ სამყარო ფუნქციონირებს, მაგრამ თითოეული სფეროს აღსაწერად გამოყენებული მათემატიკა ინგრევა, როდესაც მეორეზე გამოიყენება. ფიზიკოსები დიდი ხანია ეძებენ მათემატიკურ გადაწყვეტას, ეგრეთ წოდებულ კვანტურ გრავიტაციას ან ყველაფრის თეორიას, რომელიც ფიზიკოსებს ზოგადი ფარდობითობიდან კვანტურ თეორიაში ხავერდოვანი გადასვლის საშუალებას მისცემს. სივრცე დრო და კვანტური ველები წარმოიშობა სუფთა ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიღმაც არაფერი არსებობს და რომელიც ამერიკელმა თეორიულმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა ლაკონურად აღწერა, როგორც მისი მიღება ბიტებიდან. თუმცა, ჯგუფის განცხადებით არსებობს კარგი მიზეზები, რომ ისინი ვერ შეიძლება მოდიოდნენ ბიტებიდან. იმის მტკიცებით, რომ ინფორმაცია, საიდანაც რეალობა წარმოიშობა, უნდა იყოს როგორც ფუნდამენტური, ასევე სასრული. ფიზიკოსებმა თავიანთი ჰიპოთეზის გადასამოწმებლად მათემატიკოსებს კურტ გიოდელს, ალფრედ ტარსკის და გრეგორი ჩაიდინს მიმართეს. კვლევრებმა დაადგინეს, რომ თავად ფიზიკა სრულყოფილი ვერ იქნება. ისინი გვთავაზობენ, რომ ყველაფრის თეორიის გადაჭრის ერთადერთი გზა არის ალგორითმული შრის ზემოთ არა ალგორითმული შრის დამატება, რათა წარმოიქმნას ყველაფრის მეტათეორია, იგივე MTOE. ნებისმიერი სიმულაცია თავისი არსით ალგორითმულია. ის დაპროგრამებულ წესებს უნდა მიხვდეს, მაგრამ ვინაიდან რეალობის ფუნდამენტური დონე დაფუძნებულია არა ალგორითმულ გაგებაზე, სამყარო არ შეიძლება იყოს და ვერც ვერასოდეს იქნება სიმულაცია, ამბობენ დასკვნის ავტორები. ხანგრძლივი, მაგრამ ჩემი შეფასებით დინამიური ეპიზოდი გამოგვივიდა. დასრულისთვის კოსმოსური სიახლეებისა თუ კოსმოლოგიაში სამეცნიერო ნაშრომების შესახებ. კომენტარებში აუცილებლად ამიწერეთ, რომელი იყო თქვენი ფავორიტი ახალი ამბავი და რატომ. ზოგადად, თამამად გამოთქვი შენი მოსაზრება, რადგან ჩემი და მაყურებლის კავშირი ერთგვარი ინტერაქცია, ინტერესების დაახლოებისა და პროექტის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. ასევე მოიწონე და გააზიარე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ეს იქნება ჩემი უდიდესი თხოვნა. რაც შეეხება დეკემბერს, ორ კოსმოსურ შეჯამებას წარმოგვიდგენთ. ერთი იქნება დეკემბრის კოსმოამბები, ხოლო მეორე 2025 წლის გამორჩეული კოსმოსური ამბები. ასე რომ დეკემბერში საინტერესო ეპიზოდებით გელით. აქვე თვის ბოლო ვიდეოა და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ გამომწერებს, რომელთაც ამ თვეში ფინანსური დახმარება გაიღეს არხის მხარდასაჭირად. დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის პროექტის შენარჩუნებასა და განვითარებაში. ახლა კი პროექტით.